აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან ერთად მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება. ქართველი მომლოცველები მძიმე კვირას წმინდა მიწაზე ატარებენ და იმ ადგილებს მოილოცავენ, სადაც იესო ქრისტე ცხოვრობდა, ქადაგებდა და მოღვაწეობდა. პილიგრიმებს მეცხრე არხის გადამღები ჯგუფით შეუერთდა. ისრაელში გაემგზავრა ჩვენი ჟურნალისტი თიკა წერეთელი და ოპერატორი თენგო გიორბელიძე, რომლებიც იერუსალიმში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან და ჩვენს მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის კადრები. ასევე როგორ ხვდებიან მსოფლიოდან მათ საქართველოდან ჩასული მომლოცველები აღდგომას წმინდა მიწაზე. ადგილი, სადაც გადმოცემით სწორედ აქ მოხდა იესო ქრისტეს ნათლობა იოანე ნათლისმცემლის მიერ. ჩვენ ვიცით, რომ თეთრი მტრედი და საერთოდ მტრედი არის სიმბოლო სული წმინდისა. და ისე ინა უფალმა, რომ ოფრინა თეთრი მტრედი და ჩვენთან ერთად არის თითქმის საათზე მეტი. საოცარი განცდა იყო უდიდესი წმინდანის, ქართველებისთვის გამორჩეული წმინდანის. მე ვფიქრობ, რაღაც ჩვენი გენის და ჯიშის წმინდანის აფლავზე და პირველად ემთხვიო ამას ნახო ის მირონი, რომელიც გადმოდის. ეს აუცილებლია. ჩვენმა მომლოცველმა ჯგუფმა მოილოცა წმინდა ტაძარი, რომელიც აგებული არის იმ ადგილას, სადაც თითქმის 2000 წლის წინ კანას გალილეაში პირველი სასწაული განკაცებულმა ქრისტე მაცხოვარმა, განკაცებულმა ღმერთმა მოახდინა სასწაული.